ცით ამასწინათ ლექსი დავწერე, ასეთი სათაურით ბოლო ჟამი. და მთხოვეს, რომ მიმემატებინა, გამეგრძელებინა ეს ლექსი და გავაგრძელე და დავწერე ბოლომდე და მინდა რომ მოგასმენინოთ, მოგეწონებათ თუ არა. წუთი სოფელი თითქოს სულს ღაფავს, წუთებს და წამებს ითვლის სამყარო. ნუ მოვდუნდებით გამთენიისას, სატანას ცდილობს ყველა ჩაყოლაპოს. ამიტომ გმართებს სიფხიზლე ყველას და მოусმინოთ სიცოცხლის წყაროს, რადგან ჩურჩულით ყურში ჩაგძახის, გულს ნუ გაიტეხ შენით ვამაყობ. ნუ ჩამოუშვებთ ხელებს ბოლო ჟამს, მტკიცეთ იდექით სადარაჯოზე, ვიქნები მუდამ თქვენი მფარველი, მსურს რომ იხილოს ყველა სამოთხე. ამ დღეს ნატრობდნენ ძველი მსახურნიც, რომ დადგებოდა დღე აღსასრულის. არ ელეოდათ განსასწელები, თუმცა არჩებოდნენ ღმერთის ერთგულნი, რადგან ხედავდნენ ძვირფას მომავალს. მოსე, ნოე და თვით აბრაამი, ან რა ჩამოთვლის, მათ რიცხვს უამრავს, ან მათ საქმეებს სავსეს სიკეთით. თუნდ აბრაამის უსაზრო რწმენა არის ყველასთვის ეს მისაბაძი, მას მტკიცედ ჰქონდა ღვთის სწორი ხედვა და მას ეწოდა ღვთის მეგობარი. ვინ დაივიწყებს წარმონას რომ მოხდა, მართალი ნოე გადარჩენილი, ან ფარაონთან ბრძოლას რაც მოჰყვა, როგორ გაიყო ზღვამე წამული. ამიტომ გვჯერა შენი აღთქმულის, დრო იწურება ჟამი ილევა. ეს დედამიწა დღეს მოწამლული, მალე სამოთხეთ გადაიქცევა. აბა როგორია? მადლობა.